მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2017 წელი ამოცანა ნომერი 2. ორ ერთნაირ ცილინდრს ერთსა და იმავე ჰორიზონტალურ ზედაპირზე ვასწრიალებთ ნახატზე გამოსახული სამი ხერხით. გასასწრიალებლად საჭირო მინიმალური ჰორიზონტალური ძალებია შესაბამისად F1, F2 და F3 გვეუბნებიან და ჩვენი მიზანია გავსწავლოთ როგორი თანაფარდობა არსებობს ამ ძალებს შორის. კი ბატონო, პირველ რიგში ამ ამოცანის ამოსახსნელად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ ის ფაქტი, რომ ეს სხეულები ზედაპირზე, რომელზეც არიან მოთავსებულები, სულ არიან ერთნაირი, ხო? ერთსა და იმავე ჰორიზონტალურ ზედაპირზე. შესაბამისად, ამ ზედაპირების ხახუნის კოეფიციენტი μ1 პირველ შემთხვევაში იქნება μ-სტოლი, მეორე შემთხვევაშიც μ2-იც იქნება μ-სტოლი და მესამე შემთხვევაშიც ანალოგიური სიტუაცია იქნება. და მოდით ახლა ჩავწეროთ თითოეულ სხეულზე მოქმედი ძალები რა იქნება. მოდი ეს იყოს პირველი სხეული, ეს იყოს მეორე, შესაბამისად ეს იქნება მესამე სხეული, მეოთხე და მეხუთე სხეული. კი ბატონო, ახლა პირველ სხეულზე მოქმედებს ბუნებრივია ქვემოთ მიმართული mg სიმძიმის ძალა, აგრეთვე საგნელზე მოქმედი რეაქციის ძალა და ზედაპირსა და სხეულს შორის აღძრული ხახუნის ძალა, F ხახუნი. ანალოგიურად შეგვიძლია გავმოვიქცეთ სხვა სხეულებისთვისაც, აქაც n, აქაც იქნება mg, იქნება F ხახუნი. კი ბატონო, მოდი აქ არ დავიზაროთ, მაგრამ ჩავწეროთ ყველა შემთხვევისთვის. მესამე შემთხვევაში, რადგანაც ახლა მესამე შემთხვევაში ეს მასის სხეულები ერთმანეთს ადევს, ორ მთლიან სხეულს თუ წარმოვიდგინთ ამ სხეულს, მაშინ სიმძიმის ძალა ბუნებრივია იქნება 2mg, ხო? 2mg, იმიტომ რომ მას ამ შემთხვევაში 2 მ-სტოლია და ამაზე სიმოქმედებს გარკვეული რეაქციის ძალა n, მაგრამ ეს n და პირველ და მეორე შემთხვევაში არსებული ენები ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს, რადგანაც მესამე შემთხვევაში სხეული 2 მასის არის. კი ბატონო, ესე იგი ახაც F ხახუნი გვიქნება და ახლა ამოძრავების პირობა რა იქნება, ხო? გარკვეული ძალით, როდესაც მოვდებთ ახლა ამ სხეულებს რაღაც ძალას, თავიდან ბუნებრივი არის იმ შემთხვევაში თუ F1 სიდიდით ნაკლები იქნება ხახუნის ზედაპირსა და სხეულს შორის არსებული ხახუნის ძალაზე, მაგ შემთხვევაში სხეულები არ ამოძრავდებიან, მაგრამ როდესაც F1, F2 და F3 შესაბამისად გაუტოლდებიან ხახუნის უძრაობის ხახუნის მაქსიმალურ მნიშვნელობას, უკვე შეიძლება გაჩნდეს ამ სხეულებს გაუჩნდეთ ზრადობა, შესაბამისად ეს სხეულები ამოძრავდნენ, ხო? ამიტომ ამოძრავების პირობა იქნება პირველ შემთხვევაში F1 უდრის F ხახუნი, ოღონდ მაქსიმალურ მნიშვნელობას, ხო? F ხახუნი მაქსიმალური, ანალოგიური სიტუაცია გვექნება მეორე შემთხვევაშიც და მესამე შემთხვევაშიც. ეს იყოს მეორე შემთხვევა, ეს იყო მესამე შემთხვევა. ეხლა პირველ შემთხვევაში ორი სხეული გვაქვს, ხო? ორივე სხეული მთლიანი სისტემა არის, შესაბამისად ორივე შემთხვევაში F ხახუნი მაქსიმალური ბუნებრივია ტოლი იქნება μ-ის, მაგრამ რადგანაც ორი სხეული გვაქვს, ორივეს რეაქციის ძალა ერთდროულად იქნება 2mg სტოლი, რადგანაც ორივე სხეულის მასები m სტოლია, შესაბამისად ეს სტოლი გამოგივა 2mg μ, ხო? 2mg μ. მეორე შემთხვევაშიც იგივე სიტუაცია გვაქვს, პირველ რა თქმა უნდა, აქაც μn გვექნება, აქაც ორი სხეულია, ორივე მასის არის, შესაბამისად 2mg μ იქნება აქაც. და მესამე შემთხვევაში აქ n სიდიდით ტოლი არის 2mg-ს. შესაბამისად აქაც F ხახუნის მაქსიმალური მნიშვნელობა ტოლი იქნება 2mg μ-ი. ანუ აქაც შეგვიძლია დავწეროთ ეს ტოლი არის 2mg μ. და როგორც ხედავთ F1 ტოლი არის F2-ის და ტოლი არის F3-ის. შესაბამისად პასუხი იქნება E.